საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა დაანონსებული ხნულების გავლება დაიწყეს. ჯემფესტიდან გადაყვანილი პაციენტებიდან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი რჩება, მწვავე ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 5 გარდაცვლილი და 36 დაშავებული, ავარია თურქეთში. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ეთერშია მოამბეთ 16 საათზე. სტუდიაში ლიზა ციკლაური მუშაობს. საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ქვეშის მიმდებარე ხნულების გავლება დაიწყო. დაანონსებული სამუშაოები ოკუპირებული არცევის მინდვრებზე მიმდინარეობს. მას სოფლები ჯარიაშენი, აძვი და ქვეში ესაზღვრება. მოსახლეობის თქმით, ტერიტორია, სადაც ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები ხნულებს ავლებენ, საძოვრებს და ხეხილის ბაღებს კვეთს. საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციულ ქმედებებს უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. მარიამ მენაბდე მუშაობს თემაზე და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. მარიამ, გისმენთ. ლიზა, ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით ოკუპირებულ სოფელ არცევისა და მის მოსაზღვრე სოფელთან ქვეშთან, სადაც დილიდან გავრცელებული ინფორმაციით შეინიშნებოდა ოკუპირებულ სოფელში რუსის სამხედროების გადაადგილება, რომელიც სავარაუდოდ ოსურ მედიაზე დაყრდნობით უნდა უკავშირდებოდეს ხნულების გავლების პროცესს. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ დაანონსდა ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ის, რომ 3-დან 18 აგვისტოს ჩათვლით ამ ტერიტორიებზე იგეგმებოდა ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლება, რომელიც რომელსაც ერთგვარი უსაფრთხოების დანიშნულება ექნებოდა აგვისტოს სიცხების გათვალისწინებით, თუმცა ბუნებრივია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ისევე როგორც ოფიციალური თბილისი ამაში სულ სხვა საკითხს კითხულობს, სულ სხვა საფრთხეებს კითხულობს. შესაბამისად, მოსახლეობა შიშობს, რომ ხნულების გავლებას შეიძლება მოყვეს მორიგი მართულხარდები და შეიძლება ხნულების გავლება მესამე შეამციროს საძოვრებთან მიახლოების ტერიტორია. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოგასმენინოთ იმ მოსახლეობის კომენტარები, რომლებიც ადგილზე ჩავწერეთ. შეიძლება თავანტკონტროლება ტერიტორიაზე რაღაც საკეთებენ, მაგრამ ასე რომ ჩვენ ხარეზე რაღაც გადამოწევა რაღაც ეგეთი არ აღვნიშნებს. ისე საერთოდ იქით ხარეზე უჭირთ მუშაობა, ხალხს ვერ გადადიან, ვინც ჩვენი ბაღები დარჩა იქით. ეგა ხდება და ბანერებიც რავი დარჭობილები აქვს საზღვრები და ზოგან გავლებულია საზღვრები, ზოგან არ არის. გასარკვევია საზღვრებიც საიდან სადამდე. ძალიან შერეშუ შემოჭრილები არიან რა. რუსები და გვაწოხებენ, ღვობავენ ყოველდღე და რაღაც. აი ხლა იმაზე იყო ლაპარაკი. ესე იგი ვერ მისულხარ, შენ ბაღში ვერ შესულხარ. მიყავთ, შენ მიყიხარ და გაბარებენ იქ ცხინვალში. რამდენიმე წუთის წინ მომხდარს გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თავადვე ოსურ მედიაზე დაყრდნობით გაიგო და მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ქეთევან ციხელაშვილს სამომავლოდ მსგავსი პროვოკაციები არ გამოურიცხავს. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკის ამოცანა გახლავთ სწორედ ჩვენ საზოგადოებაზე ზემოქმედება, მუდმივად, რეგულარულად ჩვენი კურსის შერყება, საერთოდ ჩვენი პოლიტიკის დისკრედიტაცია, მაგრამ აქ მინდა თამამად თქვა, რომ ჩვენ არ გადავუხვევთ ამ კურსიდან და ბუნებრივია პროვოკაციები საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს. მე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება ქვეშის გარდა ასევე კიდევ 2 სოფელი, ეს არის ესე იგი აძვი და ჯარიაშენი და თუ ჩვენ დავეყრდნობით ოსური მედიის ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ თუ ხნულების გავლების პროცესი განახლდება და გაგრძელდება, ამ სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზეც აღმოჩნდებიან რუსის სამხედროები. მადლობა მარიამ, ეს მარიამ მენაბდე იყო. ბორდერიზაციის პროცესს ოსური მედია აქტიურად აშუქებს. სიუჟეტში ნათქვამი, რომ 3 აგვისტოდან დე-ფაქტო საზღვრის პირას ეგრეთ წოდებულმა სასაზღვრო სამსახურმა მხოლოდ ხანძარ საწინააღმდეგო ზოლის აღდგენა დაიწყო, რომელიც 18 აგვისტომდე გაგრძელდება. ოსური მედიის თქმით, ეგრეთ წოდებულ საზღვართან ახლოს მიმდინარე სამუშაოები მეზობელი ქვეყნის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციების საბაბი ხდება და საქმე გვაქვს არა მცოცავ ოკუპაციასთან, არამედ საინჟინრო სამუშაოებთან. ჯემფესტზე დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლული ახალგაზრდები საავადმყოფოდან გაწერეს და კლინიკაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება. მას მკურნალობის კურსი უტარდება. მედიკოსების განცხადებით შესაძლოა ის დღის ბოლომდე გაწერონ. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 8 პირი მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს, მათგან ერთი 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. პაციენტის გამომდინარე 4 გადაყვანილი იქნა მართლის სუნთქვაზე.
შემდგომ მკურნალობა გაუგზავნათ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად მოხსნილი იქნენ აპარატიდან და მკურნალობა გააგრძელეს განყოფილებაში. ამჟამად ამ წუთისთვის გაწერილია უმეტესობა დანაყოფილ მდგომარეობაში სტაციონარში რჩება ერთი პაციენტი, რომელიც აგრძელებს მკურნალობას. რა ნივთიერებით მოიწამნენ ჯენფესზე მყოფი ახალგაზრდები, ამას გამოძიება დაადგენს, შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოდან გამოწერილი პაციენტები კი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. პარალელურად ცნობილია, რომ გამოძიება დაწყებულია 22 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით. თეთრი ხმაურის მოძრაობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევის ინიციატივით გამოდის. ორგანიზაცია ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვას თხოვს. თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით ფესტივალზე დაუდგენელი ფსიქოაქტიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროექტის შემუშავება. ორგანიზაციის წევრებმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. არა, მაგრამ ყველაზე მეტი ალბათობით არაფერი გახდება დაუშვათ ნაკლებად ზიანვარდიძიება ნარკოტიკებს. მეკო ძამაღალია რისკები. იმ პირობებში, როგორც საქართველოს იმყოფება, ქართული კაცი ნარკოპოლიტიკის პირობებში შეუძლებელი ხდება ზიანის შემცირების და სამკურნალო სერვისების განვითარება. ახალგაზრდა ფესტივალზე ფაქტიურად სავსეა პოლიციით იქაურობა და პოლიცია როგორც წესი კარგად ახერხებს, რომ ასე ვთქვათ, ვიღაცის მხოლოდ რეპრესია განახორციელოს. მეორე სულ ხედავთ, რომ ათობით ადამიანის მოწამვლა ხდება, გარდაცვალება ხდება ადამიანის და სისტემა ამისთვის მომზადებელია. დაუდასტურებელი ინფორმაციით საუბარი არის პრეპარატ GHB-ზე, რომელიც არის აკრძალული ნივთიერება, მცირე დოზების მატებამდე შეიძლება დოზირებამდე მიგვიყვანოს, რაც შეიძლება ნიშნები შეიძლება იყოს კრუნჩხვა, ღებინება, უარეს შემთხვევაში კომა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბაქარ ყორშიას ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა ბრალად. სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის კი მას 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ადვოკატის განცხადებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ, რადგან ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ისინი პროკურატურისთვის საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართვას გეგმავენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული დანაშაულთან გვაქვს საქმე შეძენა შენახვასთან მოცემულ შემთხვევაში პროკურატურის პოზიცია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას არის შედარებით ყოველთვის მკაცრი და ყოველთვის უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვიტყობთ პატიმრობას. ნარკოდანაშაულისთვის განმუხურში რამდენიმე პირი დააკავეს. საუბარი 1993 და 91 წლებში დაკავებულ მამაკაცებზე. სამართალდამცველებმა პატი პირადი ჩხრეკისას ერთ-ერთს 24 AB ეგრეთ წოდებული ექსტაზი აღმოუჩნეს, ხოლო მეორეს 14 AB ეგრეთ წოდებული ექსტაზი და მუკაოს ფირფიტა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის შედეგად აღმოაჩნდა შეიცავდა MDMA-ს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული. ავღანეთში დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 2 ჯარისკაცს ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ. 23 ბატალიონის ექიმის განცხადებით, დაშავებული სამხედროები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან და დაგეგმილია მათი გერმანიაში გადაყვანა. რაც შეეხება მესამე დაშავებულს, კაპრალი გეგა ხარშილაძე ბაგრამის სამედიცინო დაწესებულებიდან გუშინვე გაწერეს. დინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ ამერიკელი კონგრესმენები. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისინი ვაზიანში სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ. კონგრესმენები ღირსეული პარტნიორი 2017 ფარგლებში მიმდინარე საპარაშუტე ხტომებს დაესწრნენ. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის საპარაშუტე ასეულისა და საქართველოს შეერაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურებმა ერთობლივი სწავლება გაიარეს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შეურძალების კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია გრისოლ-პატრონ 2007-დან და ზოგადად მთელი საქართველოსთვის, რადგან ეს სწორედ ის ხალხია, ვინც სამომავლოდ გადაწყვეტენ თუ რა მიმართულებით განვითარდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა და ზოგადად ჩვენი შეურძალების ურთიერთქმედება. დღეს გამორჩეული შესაძლებლობა მოგვეცა წვრთნები ქართულ ჯარისკაცებთან ერთად გავიაროთ. მე ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის საპარაშუტო ასეულიდან ვარ. დღეს გავიარეთ სადესანტო ხტომები. წვრთნები გაგრძელდება. საქართველოს ჩვენი დიდი ხნის მოკავშირეა და აქ ჩამოსვლა ძალიან გვიხარია. მეორე ტურისთვის ბრძოლა არის ხელისუფლების გამარჯვებისთვის ბრძოლა. ამის შესახებ დღეს გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ახალი საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს კვლავ გაერთიანებისკენ მოუწოდებს და მეორე ტურში ბრძოლასთან დაკავშირებით მათ კონტრარგუმენტებს პასუხობს. მან გასული არჩევნების სტატისტიკა მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში მეორე ტურში ოპოზიციურ პარტიას არ გაუმარჯვია. შესაბამისად, გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანება უალტერნატივოა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ პროდასავლური ორიენტაციის პარტიებს გაერთიანება შესთავაზა და არჩევნებში საერთო ძალებით მონაწილეობისკენ მოუწოდა. საქართველოს არჩევნების ისტორიაში მეორე ტურისთვის ბრძოლა ეს არის ხელისუფლების გამარჯვებისთვის ბრძოლა. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, ვისაც მართლა სურს ქართული ოცნების დამარცხება. დავივიწყოთ ზედმეტი ამბიციები, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ქართული ოცნება. ქართული არჩევნები დიდი ხანია გადაიქცა რესურსების არჩევნებად და ოპოზიციას არასოდეს არ ყოფნის ძალა და რესურსი იმისათვის, რომ იბრძოლოს მეორე ტურში. პრაქტიკულად შედეგი 2014 წელსაც და 2016 წელსაც დადგა პირველ ტურში და მეორე ტური უბრალოდ ტექნიკის საქმე იყო. თურქეთში მოშიმშილე პატიმრები სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. მომხდარს ეხმაურება საქართველოს საგარეო უწყება. განცხადებაში წერია, რომ საკონსულო დაუკავშირდა ადგილობრივ პროკურატურას და საჯელახსრულების დაწესებულებას უწყებებმა ფაქტი დაადასტურეს. პატიმრების განმარტებით შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი ქართულ სასულიერო პირებთან შეხვედრის მოთხოვნაა. საკონსულოს სისტემატიური კავშირი აქვს პატიმრებთან, მათი მხრიდან არასდროს გამოთქმულა მსგავსი სურვილი და გენერალური საკონსულო სისტემატურად აწვდის პატიმრებს საეკლესიო ნივთებს. აღნიშნულია განცხადებაში, პარალელურად კი ვრცელდება საპატრიარქოს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ყველანაირად შეეცდებიან პატიმრები სასულიერო პირებმა მოინახულონ. პატიმრების მონახულების მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სტამბოლის პროკურატურაში. ნებართვის მიღების შემთხვევაში კი შეხვედრა შედგება. თურქეთში ავარიის დროს დაშავებულთა შორის ერთი ქართველია. ახალგაზრდა ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ავარიის შედეგად დაღუპულია 5 და დაშავებულია 36 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ადგილობრივი მედია შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეო მასალასაც ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის უკრაინული პასპორტით ამერიკიდან პოლონეთში დაბრკოლების გარეშე ჩავიდა. ამის შესახებ მან უკრაინულ არხთან ინტერვიუში განაცხადა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში სასამართლო პროცესის დაწყებამდე გეგმავს დაბრუნებას. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ პეტრო პოროშენკოსთან საუბარი არ ჰქონია. არ ვიცი, ამერიკიდან გამოვფრინდი, ჩვეულებრივად გავიარე კონტროლი, ჩავფრინდი პოლონეთში. იქაც ჩვეულებრივად გავიარე კონტროლი და ჩამირყეს ბეჭედი. სულ ეს იყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარიზის კლიმატის ცვლილებების შეთანხმებიდან გასვლის ოფიციალური პროცედურა დაიწყო. შესაბამისი შეტყობინება გაეროს უკვე გადაეგზავნა. პროცესი სავარაუდოდ 3 წელს გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ვაშინგტონი კლიმატური ცვლილებების საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს. ამერიკის შეერთებული შტატების წარმოდგენილი იქნება ბონში 6-17 ნოემბერს დაგეგმილ კლიმატურ კონფერენციაზე. პარიზის კლიმატის ცვლილებების შეთანხმებიდან გასვლის შესახებ დონალდ ტრამპმა 2017 წლის 1 ივნისს განაცხადა. რუსეთში დატბორილი მაღაროდან მაშველებმა კიდევ ერთი მაღაროელი ამოიყვანეს. ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დრომდე გრძელდება 8 ადამიანის გადარჩენისთვის სპეციალური ოპერაცია. შემთხვევა ქალაქ მირნიში, კომპანია ალროსის კუთვნილ მაღაროში მოხდა. და
გამოშვების ბოლოს კვლავ საქართველოს უბრუნდებით ტრიატლონის საერთაშორისო შეჯიბრი ლისის ტბაზე. გამარჯვებულები უკვე ცნობილია, პირველი ადგილები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. სომეხმა სპორტსმენებმა დაიკავეს ღონისძიება, თბილისში პირველად ჩატარდა და მასში 150-მდე პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოში ემატა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სახალისო და ძალიან რთული სახეობა, როგორიცაა ტრიატლონი. კარგია რომ უკვე ვრისგავდა ისეთ სახეობებს კიდევ დღესაც ფაქტობრივად ჩვენთვის ტრადიციული არ იყო, მაგრამ კარგად ვარცმევთ თავს. ულოცავ თანამედროვე ხუჭის ტრიატლონის ფედერაციას. ლისის ტბის მიმდინარე ტერიტორიას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა ეგეთ ტურნირების ჩასატარებლად და ხალხი ამოდის, სპორტსმენები, ყველა ასაკის სპორტსმენი ამოდის და ვარჯიშობს აქ. შესანიშნავი შესაძლებლობაა ველოსთვისა, ცურვა, სირბილი. რა თქმა უნდა და მთელ ქვეყანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სპორტული ტურიზმი ვითარდება მსოფლიოში. მოამბეთ 16 საათზე ამით დასრულებული აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. ერთმანეთს უკვე 20 საათზე შევხვდებით.